ველოდება დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენ მეგობრებთან ერთად. ბიჭებმა 5 წუთში ჩავალაგეთ ჩანთები. გოგონებმა 5 ჩემოდანი ფრთხილად მოათავსეს საბარგულში. გადავნაწილდით მანქანებში, მოტოებზე, ჩავრთეთ მუსიკა და 2 დღით დავემშვიდობეთ თბილისს. გზა, მეგობრები, დაგეგმილი და დაუგეგმავი მომენტები. წამო ჩვენთან ერთად. ესე იგი მეგობრებო, ჩვენ ახლა მივდივართ რანჩო ვარიანში და პატარა ვლოგს შემოგთავაზებთ. ახლა უკვე შევიკრიბეთ რა. ნაწილი მოტოციკლეტებით მივდივართ. ანარჩენები 1 და 2 მანქანით. სალო, სათხარ ვლოგისთვის. ველოდება დაუვიწყარი თავგადასავალი ჩვენ მეგობრებთან ერთად. აი იქნება ძალიან დიდი ხანია ველოდებით და ჩაგახჭობ სასმელში. რას ფიქრობ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და როგორ წარიმართება ეს დღე? ბიჭო, რას ფიქრობ და ჩემი აზრით კაი დღე იქნება, იმიტომ რომ დიდი ხანია ვგეგმავთ რა, ხო და ცოტა ეხა კი ვარ სპორტსმენი, მაგრამ თავს მივცემ იმის უფლებას რომ გავერთო და ცოტა რაღაცა დავლიო და იქეთური აქეთური რა. გამარჯობოთ. ძალიან ბედნიერები ვართ. იმედია, რა ვიცი, თავს ხმა არ იქნება ერთ-ორ საათში. უნდა დავთვრეთ. კი რა თქმა უნდა, ოღონდ ანუ აქვე ვიძახი, რომ იმდენს დავლევ, რამდენიც მე მინდა რომ მიხვდები რომ კარგად ვარ, მე დაძალებას არ ვიქვემდებარები, წინასწარ რომ ვიცოდე. ჩემი აზრით, დღევანდელი დღე წარიმართება ძალიან სასიამოვნოდ. გზა გამისწორდება ძალიან მაგრად, იმიტომ რომ მაგარი ამინდია. თავარი ვოლკი. მოკლედ კითხვა მაქვს შენთან რა და უნდა მომისმინო. რას ფიქრობ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და როგორ წარიმართება ეს დღე რა? ამ დღეებში არ უნდა გამოფხიზდეთ. მაშ, ჩემი ცოლიზმას ძინავს აი. კაროში პახმელიაზე და იმენა ბოლომდე. პახმელიაზე კაროში კაი თათარია ხნი, კაი ჩაშუშული და კაი ოსტრის. იმონ ჩაარტყი, ღვთისოს არახის, ამიჭიკა და შედიხარ, მკვდარი გამოდიხარ ცოცხალის. წავედით, ჩავბარდით და შემოგერთებით უკვე განჩო რაიონიდან. უბრალოდ დავიწყოთ უკვე გზა რანჩო ვარიანისკენ. მოტოციკლეტების სასტავით ცალკე მოძრაობთ ძირითადად რა, ხო და ეხლა თბილისის გასასვლელში უნდა შევხვდეთ ჩვენებს. აღარ ვიკრიბებით თურმე თბილისი მომთან და პირდაპირ შეგვიძლია უკვე რომ დავაწვეთ. Ramigone da შენს გაყვალულ გზებით მატარე და თბილისის ყველა ქუჩა შემომადარე. ესეც ასე მეგობრებო, ჩამოვედით. გზამ ძალიან გაასწორა რა, ერთი სიტყვით რო გითხრათ და ნახოთ ერთი რა იქნება. ეხლა გავდივართ კაროჩე რეგისტრაციასო შევიდეთ შიგნით რა. სპეციალური მოწვევით. მარიო ჩიმაროს ტემუს ვერსია. მორძანდით მეგობრებო, ესაა ეხლა რაც მოვასწარი გაკეთება უცებ და მადლობა ძმაო, მადლობა. ესაა ჩემი ეზო ბიჭებო, ეს მამა ჩემმა ამიტოვა ხოაზე ხარ, შენო მამა მიხედეო. ბიჭო, რაღაცა გართობის თემაა მგონი ეხლა რა. შაშან არ იყო ძმა, არც მუსიკები, არც ამდენი ხალხი არ იყო. ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს დალევ. ზური შე დალევ არასდროს არ მოგდომებია, ხო? ბექი ცხენი მგონი რაღაცა ნამიოკის მანიშნებელიო. კაროჩე ხალხო, ამ ვიდეოში ბექამ რამე თუ ივაშკაცა გავარდება ვიდეო მაგრა და ვეხვეწები, სოლი თუ არ მოკავს, ერთი ჩემ გამო მაინც გენი მეთქი. მოვედით განჩო რაიონში. რა იქნება ახლა ბიჭო, ამან რო უფასოდ შემომიშვას და მე რო ასე ვიდეოები გადავიღო, რა კაი იქნება. სალამი. როგორ გიკითხოთ? სალოს და ნიკას გადავუღე ფოტო. კეთესო ფოტო. ვირუსულად გავრცელდა. რომელიც ვირუსულად გავრცელდა, არის ჩემი გადაღებული ზუსტად აი ამ ადგილზე, რომელსაც ახლა გაჩვენებს 2 წამს. ესე იგი მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზი ადგილია რა. აი მეგობრებო, ჩვენი კოდეჯები 13 და 14. ბიჭებო, თქვენს ბობას ვიცავარ, მინდა მოხმარება, მაგრამ კამერა და ის ხო ხვდები ერთად არ იქნება რა. არა, ვერა. შენს ბობას ვიცავარ, ვერა რა. არ მინდა, მადლობა ბიჭებო. შევიდეთ აბა რა დაგვხდება კოტეჯში.
ვა, ესაა შენი? ეს ორი შენი ოთახი ეს არის, ვა. დილა პატარა შეთვის წყნარად მოგიწვია. შენ მოსე ისინი ზევოთავაგდე. ვა, შეგენაცვალე. კაი. კი, მენ. მაგარი ცოლის მოხარ. მე აქ მოგიწვევ. ნახე რა, კაია. შემოხვალ. აქ დიდი არაფერი. მოკლედ ვინაიდან 10 კაცი ვართ, 2 კოტეჯი ავიღეთ და 13 და 14 გვერდი გვერდ, ხო და? რავი, ორივე ერთმანეთზე უკეთესებია. ბიჭო, ეს რა კაია, ძმა. აქ მაგარი სივრცე გვაქვს, რა. ახლა მომისმინე ახლა ჩვენს. მომისმინეთ თქვენ ხართ მასპინძლები. ახლა მომისმინე შეწუხება და იგი. ო, ახლა. ძალიან კაი ადგილია. აი ესე მეგობრებთან ერთად წამოსასვლელად და რაღაცა გასართობად რა. ხო და ეხა აქ რო უფასოდ იყო შემოსული. უფრო კაი სიტყვებით ვიტყოდი ამას, მაგრამ ფული მაქვს მოვკადახტილი და ჩემი ჩანთა ამოუღიათ. ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ. ყოჩაღ, ბექი, ყოჩაღ. შენ ძმობას ვიცავარ, ხელს მოგიკიდებდი, მაგრამ სარხელში კამერა, მიკროფონი ხო ხვდები რთულია რა. ასე გასვენებ შენი სოლის ძმა. წავედით ეხა მეგობრებო, დავლაგდები, მივლაგდებით, მოვლაგდები და მე უკვე შემდეგ კადრებსაც გაჩვენებს. ტო. გავნაწილდით ოთახებში, დავლაგდით. მოვემზადეთ აუზე წასასვლელად, მაგრამ იქამდე ხო შეხურებაც საჭიროა. ეხლა ვაჭრაკებ შეზოვოს. მიდი ეხლა დალიე შეზოვო. დავა გაგვიმართო. შეა ლუთები ხო და. ამდენი კაცი ჩამწვას ერთ ფილი რო არასოდეს. აი აქ არის. კაროჩე რა, მაგარ ლოთ ხალხში მაქვს საქმე მეგობრებო, მიშველეთ რა. და როგორც იქნა წავედით აუზზე, რომელიც იყო ცხელი და არც თუ ისე სასიამოვნო. აკვე ცოტა ფეხბურთიც ვითამაშეთ. ესე იგი მეგობრებო, ფეხბურთს თამაშობთ ეხლა და 4-მდე რა და წაგებული ხელებით უნდა მივიდეს აუზში. რაც ჩემთვის ნამდვილად არ დასრულდა სასიამოვნოდ. კაი, ვისწრება მოსი. დიდი. თქვენ გული. ალი ალი. მოდი აქედან რა. გამომსჩა. აი, ჩაგმარდა. დიდხნიანი ჭკუმპალაობის და მატრაკვეცობის მერე აუზიც მოგვეზრდა და ნელ-ნელა დგებოდა დღის კულმინაციის დადგომის დრო. ნუ, მასშტაბურ დალევაზე მოგვს საუბარი. სალამი მეგობრებო, სალამი. ეხლა მოვედით ჩვენ რესტორანში და მე ესეთი ორიგინალური ზმანით ვარ რა წარმოდგენილი. აი მეგობრებო. matching outfits. როგორი წყობა უნდა იყოს წყვილებს შორის რა. მადლობა. აუ რა მაგრად ტურისტივით რო ვარდისფერი ჩანთით. მობძანდით. მეგობრებო. ესე იგი ძალიან ბევრი ხალხია დღეს რა. ხო და ჩვენ როგორც მოწვეული სტუმრები ჩვენ გამარჯობათ. რა მანზე ვარ ზმა გეგონება თაზე ავდიოდი მე და დასალაშქრა. რესტორანში ვარ კაცი მოსული. ხო ბექას შეხედე. კამერით ვერ დაინახა, მაგრამ გარეთ. წაჩოქილია ფოტოებს იღებს. მიდი ბარემ თხოვოს ხელი ბიჭო. რომელია ჩვენი ადგილი? გონი ადგილი არ გვაქვს ხალხო და ცუდათაა საქმე. ეს ჩემი ძმა და მეგობარი, ზედმეტსახელად ზოჩია. ძმა, მეგობარი, კოლეგა. ყველაფერი. ბაიკერი, რა ვიცი. შვიდობას გაუმარჯოს, ძმებო, შვიდობას. შვიდობის საწესორო შემოხტობაზე თამარი. არა დალევა ჩემი. დაასპონსორეთ ეს ადამიანი, რომ შემდეგში თქვენი სახელი და თქვენი ლოგო გამოჩნდეს ვიდეოებში. ეხლა თქვენს წინაშე მეგობრებო, გავსინჯავ განჩო რაიონის წვაც. გადახვიეთ ერთმანეთს ხელი და ჰაიდა. სუდია, იმიტომ რომ ფული არ გადამიხადე. აი, თვითონ ხორცში გამოიყურება ესე. ხო და დიდი ვერაფერი რა. რაღაცა უგემურია. ასე რომ განჩო რაიონის წვადი დიდი ვერაფერი. საკმაოდ ბევრი დალევის. ცეკვა სიმღერისა და დროსტარების მერე სახლში წავედით და ეს დღეც ბედნიერად დავასრულეთ. და მოდი პირდაპირ შემდეგ დღეზე გადავიდეთ. მეგობრებო, გაცინდა, კაი დღე იყო გუშინ ძალიან და ჩამოვედით თუ არა, რას ხედავ. დრონია ქაშებული კადრებს იღებს. მომენტს არ მაზავს რა. აი ბიჭი ყავს ძალიან. კარგი. პირველ რიგში საქმე. მერე დასვენები. მერე კადრებში ჩა.
ხალხო დამთავრდა სტრიკლენდის შუბი და ხამზატის და ნახე შეძმობას მიცავა. სტრიკლენდი ნახე. ჩაუწიე რა. ოპა, გაიყო გადაწყვეტილება. Split decision-ია. მიდი ხო? ერთი ფლაჯი. ხო. შეგენაცვალე ბიჭო. საღოლ სტრიკლენდი გელი ხარ. აი რო იძახდით ბიძია ხამზატიო. გეუბნებოდით სტრიკლენდი მაგარია მეთქი რო ორჯეროდოთ არავის. და მეგობრებო, სადაც არ უნდა იყოთ, სპორტსმენი თუ ხარ, ყველგან სპორტსმენი უნდა იყო. ხო, ამას ხუჭი. ხო და ასე რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა ვივარჯიშოთ და ჯანზე ვიყოთ რა. ახმელის მიუხედავად, ხელები მეორე დღეს მაინც უნდა დავტვირთოთ რა. ჩვენ სტრიკლენდი. ინაცვალე ქართულ გულში რა. აკე ჩვენი გოგონების დაჟინებული მოთხოვნით მივდივართ რანჩოში რაღაც ვიდეოს გადასაღებად. ეს კი მისი ბექგრაუნდ კადრებია. მოგესალმებით მეგობრებო განჩო რაიონიდან. ჩვენ ახლა გადაღებები გვაქვს რა, რაღაცა ტრენდებს ვიღებ და მე ვარ როლში მონა. და ჩემი მეუღლე სალომეა ვითომ ჩემი ბოსი რა. ესე მიმდინარეობს გადაღება რაღაცა ტრენდის. განჩო რაიონის დამფუძნებელი. მეორე დღე წინა დღესთან შედარებით უფრო სპორტული, აზარტული და აქტიური იყო. არა, ვალერის ეს არ ეხება. მოკლედ, მთელი დღე სხვადასხვა თამაშებს, სხვადასხვა თემებზე საუბარს, აუზსა და რანჩოს მონახულებას დავუთვით. და ხო, ვერც მეორე დღეს დავრჩით აქაური რესტორნის კერძებით კმაყოფილები. განჩო რაიონის ხინკალი უნდა გავსინჯო, მაგრამ რაღაცა მომსახურებას დიდი ვერაფერი. ყველა დაბნეული დარბის. ამას კიდე არ მოეთხოვე მაგრამ ხელა ტანკებით კაცი ყურია უცი. დიდი ვერაფერი. მაგრამ ფასე შეცვალმის. მივტანი. ჩართული გაქვს პეტლიჩკა? კარგად ხო? მოიცხოვდეს ის. დაახლოებით 1 საათს ნახევარი ველოდეთ კერძებს. ეს ძალიან ცუდია. სამშეთკი არ მოიტანე, ეს ჭიქა არ მოიტანე, ეს არაფერი არ მოიტანე, ეს ლუდები ნახევარი მოიტანეს და ჩემგან უეჭველი გუგლი მეპლეშევა და 10-დან რამდენს დაუწერ? 10-დან ის დაუწერ. ყველაზე ზოგადად ბიჭო როგორია ეს თვითონ ადგილი მაგრამ მივასებ რა. просто ემინა რესტორანი ჩემი ფავორიტი არ იქნება არასდროს. სური მოგეწონა ხინკალი? თუმცა ჩვენ საუკეთესო კერძები ნამდვილად დაგვჭირდება საუკეთესო მოგონებების შესაძლებლად. ჩვენ ყავს ერთმანეთი, პატარა ყველი, პატარა კიტრი, პური და კეთილი გული. ილია გამარჯობა. სამეგობროს შეკრება, ღამის გათენება, ქალაქიდან გასვლა და პატარა მომენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება. ზუსტად ასეთი დღეებით იქმნება საუკეთესო მოგონებები. ეს ვლოგი ზუსტად ამაზეა. მეგობრობა, ურთიერთობა, თავისუფლება და ის ემოციები, რომლებიც ჩვეულებრივ დღეებს განსაკუთრებულად აქცევს. ზოგჯერ ყველაზე საჭირო რუტინიდან ამოვარდნა, როცა გონებას ასვენებ. არ ფიქრობ ყოველდღიურ საჭიროებებზე და თავს უფლებას აძლევ ის სიამოვნო მომენტით. თან საუკეთესო ემოციებიც ხომ ასეთ უბრალო მომენტებში იმყოფება, რომლებიც უცებ სპონტანურად იქნება, მაგრამ მთელი ცხოვრება გრჩება. If you need a one